რა არის ბორის ივანაშვილის პერიოდის საქართველოს მოქალაქეობის მთავარი გზნობა? სირცხვილი. სირცხვილი, რომ ეს ჯოჯო ზოგადად დასაშვები გახდა, რომ ამდენი ჯოჯო ვიღაცამ ოდესღაც სადღაც მართლა აირჩია და საკუთარი სახელმწიფო ჩააბარა. სირცხვილი იმის გამო, რომ ვიღაცას დღესაც არ სწვენია დააპატიმროს დედის 40-ზე მის საფლავზე მიმოვალი ლაშა ჩხარტიშვილი მაგალითად. მხოლოდ იმისთვის, რომ წინა დღეს რუსთაველზე იდგა და სხვა არაფერი. სირცხვილი იმის გამო, რომ საღამოს პოლიციელის ფორმაში ჩასმული ორგანიზმები სახლში მივიდნენ, ცოლებს, შვილებს, მშობლებს მოეფერნენ, მერე ძმაკაცებს ჩიქა მიუჭახუნეს, ქართველობასა და კაცობას გაუმარჯოს. სირცხვილი იმის გამო, რომ ქვეყნის საუკეთესო შვილები დილეგში სხედან, ბოროტმოქმედები და ვიგინდარები კანონებს წერენ, მათ დასაჭერად. მართლა ჟერა თუ არა ვინმეს, რომ 2028 წელს ევროკავშირის წევრობის განაცხად შეიტანს ქვეყანა, საიდანაც გერმანიამ 2025 წელს ელჩი გაიწვია, ან რომელმაც ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დააჯარიმა. ხოცებს ვეკითხები, სხვების აზრი ვიცი. ხოცებო, მართლა გჯერათ ამის, თუ თავს ირაკლი კობახიძევებთ. გერმანია იყო ქვეყანა, რომელმაც პირველმა სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა 1992 წლის მარტში. სცნო ქვეყნის დამოუკიდებლობა, რომელსაც პირდაპირ გაგებით ხუნტა მართავდა. ხუნტა, შეიარაღებული ბანდები. გერმანია იყო ქვეყანა, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრი გენშერი ხუნტის მარტულ ამ ქვეყანაში სახელმწიფო ვიზიტით ჩამოვიდა. ჩვენ რომ ვერ გავდიოდით ქუჩაში, რაგი ყველა მხრიდან ისროდნენ. აი მაშინ 92 წლის ապრილში. ჩვენი ქვეყანა გერმანია ყოველმხრივ ეცდება რომ ევროპული გაერთიანების ქვეყნებთან ჰქონდეს საქართველოს ახლო ურთიერთობა, რომ ღიარ იყოს კარი საქართველოსათვის, რათა იგი შევიდეს ამ გაერთიანებაში და გახდეს მისი წევრი. ეს არ იყო უბრალოდ მეგობრის მეგობართან ჩამოსვლა. სახელმწიფოს ჟესტი იყო. გერმანიის სახელმწიფო იწყებდა პრინციპში არ არსებული ქვეყნის, საქართველოს, გადაკაჩვას ევროპისკენ. გენშერს ხუნტის მართულ ამ ქვეყანაში მოჰყვა ბეიკერი და ბევრი დანარჩენი. იმ პირველ ვიზიტს უნდა ვუმადლოდეს სწორედ შემოbrunებას, ჩვენს შებრუნებას ევროპისკენ და ევროპის შემოbrunებას ჩვენსკენ. და ახლა 2025 წელს ამ გერმანიამ გაიწვია ელჩი ქვეყნიდან, რომელიც მისი უზარმაზარი მეცადინეობით შედგა ქვეყნად. აღარც ღირს ლაპარაკი ამ ქვეყნისა და ამ ერის დამსახურებაზე ჩვენი ერის დამოუკიდებლობის აღდგენისას. გენერალ ფონ ლოსოვზე, გენერალ ფონ კრესენშტაინსა და სხვებზე. პროჭორილელებთან ამაზე ლაპარაკი კედლისთვის ცერცვის ყრაა. იმიტომ რომ ივანაშვილისებრნი 1918-ში რუსეთისგან დამოუკიდებლობის წინააღმდეგნი იყვნენ და 2025-ში.